მოგესალმებით სტუდია მედია სტუდია ობიექტივი სტუდიიდან ალი ბაბაევი. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ მოვედით ჩვენი ახალგაზრდა პოლიტოლოგთან ერთად, ბენიამინ კასუმოვთან ერთად. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება დავით გარეჯის გარშემო ატეხილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ლაპარაკი და რა თქმა უნდა ქართული აზერბაიჯანულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამ თემებით გვინდა თქვენთან დღეს მოვისმინოთ თქვენი აზრები, მოვისმინოთ თქვენი კითხვები და ისეთი საკითხები, რაც დღეს არც მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობას ძაბავს და საზოგადოებაში ქმნის რაღაც გაუგებრობას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა რომ გესაუბროთ დღეს და გამოვთქვათ ჩვენი აზრია. და მე მინდა მოგესალმოთ კიდევ ერთხელ ბატონო ბენიამინ, თქვენ ხართ ახალგაზრდა კაცი, პოლიტოლოგი, რომელიც კარგად ფლობთ როგორც ქართულად, ისე აზერბაიჯანულად და მე მინდა ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ და მოვისმინოთ ქართული საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ გადაცემა გვინდა დღეს ორ ენაზე, დაახლოებით 9 და 80 აზერბაიჯანულ ენას, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და ის აზერბაიჯანელი საზოგადოება, რომელიც ჩვენ გვისმენთ, მოისმინოს ეს ქართული საზოგადოების აზრი და მივიტანოთ ობიექტურად და სამართლიანად ეს ყველაფერი იმ ადამიანებთან, ვისაც არ აქვს საშუალება, ვთქვათ, გაზეთით წაიკითხოს, ვთქვათ, და მასმედიაში ურთიერთობა არ აქვს, რომ დღეს გვისმენ ჩვენ ძალიან დიდი სპექტრი, გვისმენენ ჩვენ ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს მედია კავშირი ობიექტივი. ეს ობიექტივი არის ერთ-ერთი, მე ვიტყოდი, ქართულ მასმედიას სიხშირის, სადაც იძახის ობიექტურად ის რაც ხდება და იძახის მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურ აზრს. ამიტომაც მე მინდა პირველ რიგში გადავიდე ბატონ ბენიამინთან. თქვენ როგორც ახალგაზრდა პოლიტოლოგი, როგორ ახსნით ამ სიტუაციას? მე მინდა და რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რატო არის დღეს ქართულ საზოგადოება ასეთ ფონზე? მოგესალმებით. გაუგებრების პირველი მიზეზი ალბათ არის ის ვაკუუმი, რომელიც ინფორმაციის არ არსებობა საზოგადოებაში. საზოგადოებას არ გააჩნია ის ინფორმაცია თუ სინამდვილეში რა ხდება დავით გარეჯის ირგვლივ. არ აქვს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომაც პირველადი ინფორმაცია რომ გაჟღერდა საზღვრის დაკავებასთან დაკავშირებით ატყდა აჟიოტაჟი. ეს რა თქმა უნდა როგორც ვთქვით მიზეზი არის ინფორმაციის არ არსებობა. ინფორმაციას კიდე მალავს შესაბამისი უწყებები. პირველ რიგში მთავრობა ვალდებულია რომ მოლაპარაკების პროცესები გაახმოვანოს, რაც საჯაროა გაასაჯაროს. ჩვენ ვეთანხმებით რომ ამ მოლაპარაკების რაღაც ნაწილი შეიძლება არ გასაჯავრდეს, მაგრამ ის ნაწილი რომელიც საჯაროა გასაჯავრდეს და ყველა მიცოდეს სინამდვილეში რა ხდება. საუბარი აქ დავით გარეჯის კომპლექსის მცირე 2%-იან ნაწილზე, რომელიც კვლავ დავითსაგანს წარმოადგენს. როგორც ვიცით, დავით გარეჯი მე-6 საუკუნეში ააშენა ასურელმა მამამ. ეს თავის დროზე მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოსთვის წარმოადგენდა კულტურულ ცენტრს. აქვე მოღვაწეობდნენ სულხან-საბორბელიანი და სხვები. ამიტომ ეს ადგილი ქართველებისთვის და არა მარტო ქართველებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის მიუხედავად მაგის ეთნიკური თუ მრწამსისა არის ძვირფასი. ისტორიული მემკვიდრეობის ანუ საქართველოს არა მარტო დავით გარეჯი, ყველა მე ვიძახი რომ საქართველოს ყველა კულტურული ობიექტი არის არა მარტო ეთნიკური ქართველების, არამედ ყველა ხალხის
კულტურა და აქედანაც მინდა გავეხმაურო კუშინდელი განცხადებას ქართული აკადემიისა, სადაც ახსენებია თითქოს აზერბაიჯანის მოსახლეობა, საქართველოს აზერბაიჯანის მოსახლეობა ხმას აძლევს იმ ხელისუფლებას, იმ პარტიას, რომელიც დავით გარეჯს გაასხვისებს მეზობელ ქვეყანაზე. და ეს პირდაპირ დადანაშაულებაა ღალატში აზერბაიჯანელების. Просто მე ვიტყოდი, რომ უპატივცემულობაა იმ ადა ხალხის, რომელიც ნამდვილად თავის სამშობლოს საქართველოს თვლის და დღეს საქართველოში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა მეც გეთანხმებით ამით, რომ ეს ისტორიული ძეგლი იქნება და ქართული აზერბაიჯანული მეგობრობა სავაჭრო თემა არ უნდა იყოს. გაგრძელოთ. ნამდვილად. ანუ როგორც თქვით, ეს არასწორი განცხადება იყო ქართული აკადემიისა, რომ ხელისუფლება მართალია, თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს შეცდომები დანაშაული ბევრი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ თითქოს ჩვენ იმათ ვაძლევდეთ ხმას, რათა ისინი გაასხვისონ ქართული მიწები და სხვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ყველანი საქართველოს შემცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის დავით გარეჯი იმდენადვე წმინდა, რამდენადაც არის ქართველებისთვის. მადლობა. მეც დავამატებდი, რომ რა თქმა უნდა ეს 6 რიცხვის მერე 10-ში გაიჟღერა, მე მგონი ეს ინფორმაცია. ეს ბერების მხრიდან იყო, როგორც ჩვენთვის არის ინფორმაცია, რომ მოვიდნენ და ეს ინფორმაცია გამჟღავნეთ. ზარია მოусმინოთ, გისმენთ? Այո, ბატონო, მოგესალმებით. მადლობთ. და ძალიან მეხარია, რომ დღეს თქვენ ეთერში ვიჩნდებით, იმიტომ რომ მე ყოველთვის ერთ აზრზე ვარ. ყველა რელიგიის წარმომადგენელს აერთიანებს ერთი მამა ღმერთი. დამეთანხმებით ამაში თუ არ დამეთანხმებით? გეთანხმებით 100%-იანი. და რა თქმა უნდა სხვადასხვა არის, მაგრამ საბოლოოდ ერთი მამა ღმერთის ირგვლივაც სულა. ის რომ დავით გარეჯი საქართველოსია და თუნდაც ის სამაჩებლო, თუნდაც ის აფხაზეთი, ეს არაერთ გზის უკვე დამტკიცებულია სხვადასხვა საუკუნეებში. ამაზე ორი აზრი აღარ არის, მაგრამ თავარი რა არის იცით, რომ აი ჩვენ ოსები არიან, სომხები არიან თუ ვინც არიან, მტრის მიერ გადმოგდებულ ანკეზე არ წამოვეგოთ, თორემ მოგებული არც თქვენ დარჩებით, არც ოსები, არც სომხები და არავინ და გვახსოვდეს, რომ 91-12 წლები საქართველოში მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩავარდეს ზუსტად სატანისტების ხელში, იმიტომ რომ საქართველო კავკასიის იყო ცენტრი. დამეთანხმებით ამაში თუ არა. და ამის შემდეგ უკვე გათიშე და იბატონეს იმით ხდება საქართველოში ერთად დაპირისპირება რელიგიების დაპირისპირება, რაც არასოდეს არ მოხდა. აგერ თბილისში საქართველოს ისტორია მთლიანად იქვე არის მართლმადიდებლური, იქვეა სინაგოგა, იქვეა მეჩეთი, იქვე ყველა ერთად ვიყავით. თუნდაც იტალიური ეზოებს რო ეძახიან, ყველა ერთად ვიყავით, სიყვარულით ვიყავით, შედუღაბებული ხალხი და დღეს რაც ხდება საქართველოში უსამართლობა, უზნეობა და ყველაფერი მარტო ჩვენი სატკივარი არ უნდა იყოს. თქვენ უნდა იყოს ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება 91-12 წლებში იქნა ჩამოგდებული და გადევნილი იქნა საქართველოდან. ამის მერე დაიწყო უბედურებები საერთოდ. მარტო ქართველების კი არა, მე ესე ვიტყვი, რომ ჯერ თუ თქვენამდე არ მოსულან, იცოდეთ მოვლენ, იმიტომ რომ კავკასია უნდა შემაერთებელ დერეფნად. აქ აღარ ერებს ებრძვია, საერთოდ თქვენ გიყვართ თქვენი ერი, აუცილებლად პატივს უნდა სცემდეთ ჩვენ ერთსაც. თუ ჩვენ გვიყვართ ჩვენი სამშობლო, აუცილებლად პატივს უნდა მივაგებდეთ სხვასაც და ვიყოთ სამართლიანობის მომხრე, ვიყოთ კანონიერი ხელისუფლების მომხრე, რომ დაცული ვიყოთ სამართლიანად, დაცული ვიყოთ კანონები და კანონი იყოს უზენაესი ყველასათვის. მადლობთ ქალბატონო, მადლობთ. მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ქალბატონის აზრს, ეს იმ ქალბატონების და იმ ქართულ საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ნამდვილად თავის სამშობლო უყვარს და ერთა ურთიერთობაში ესეთი მეგობრული ურთიერთობა არის. რა თქმა უნდა მე არ ვეთანხმები მაგალითად ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდნენ საზოგადოებაში, როგორც აღსაყალის როლი ითამაშონ და ხალხს მოუწოდენ სიწყნარისთვის, რომ
ურთიერთობა უკეთესით იქნება და რაღაცა რა და სხვა პროვოკაციული განცხადებებს აკეთებენ. მე მგონი ეს პოლიტიკოსებმა ქულის შეგროვებისგან უნდა იყოს ცოტა ფრთხილად. ეს არის რელიგია, ეს არის ეროვნული ურთიერთობა, რომელიც ძალიან სერიოზულად ჩვენ ვიცით ეროვნული ურთიერთობის დაძაბვის შედეგად რა მივიღეთ ოსეთთან, რა მიიღო აფხაზეთთან და ეროვნული ურთიერთობის დაძაბვასთან თვითონ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანმა რა მიიღო აი ყარაბაღთან ურთიერთობაში. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, ის პარტიები, ის არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ ვიღაცები, ეს უნდა გაითვალისწინოს. მე მგონი ბატონო ბენიამინ თქვენც ჩემი აზრის ახავთ რომ როცა გამოდის ბატონი ნათაძე და ადამიანი რომელიც ცნობილი პიროვნებაა პოლიტიკოსია, ცნობილი პიროვნებაა საქართველოში და იმისათვის რომ სიტუაცია განჯაზდა შამქერიც საქართველოს ტერიტორია იყო და ვინ არის აზერბაიჯანიო რომ ჩვენ გვართმევს და ჯერჯერობით მე მგონი არავის არაფერი წაურთმევია. ჩემთვის მეც მაქვს ინფორმაცია იმ საზღვარში აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მესაზღვრების გამოჩენასთან დაკავშირებით. მე ქართულ საზოგადოებას მინდა მოვახსენო რომ თქვენ კარგად იცით რომ 22-დან 26 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროვიზიის კონკურსი ტარდება, სადაც დაახლოებით 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ძალიან ბევრი ესე იგი ტურისტებიც არიან, ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნებები არიან, ამასთან ერთად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავისი სასაზღვრო ზონებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამკაცრებული იყოს ეს საზღვარი. და აი ეს იყო მთავარი მიზეზი, მე როგორც მაქვს ჩემი ინფორმაციით აზერბაიჯანის მხრიდან, აი ზუსტად 2 დღის წინათ ბაქოში ერთ-ერთ რაიონშიც მოხდა ტერორისტთა ჯგუფი, რომელიც შემოსული იყვნენ აზერბაიჯანში, ერთი იყო მოკლული და რამოდენიმე მე მგონი ძებნაშია. აი თუ ქვეყანაში ასეთი ღონისძიება ტარდება და ამ ქვეყანაში არ იქნება დაცული უსაფრთხოება, რა თქმა უნდა საქართველოშიც რო იყო საქართველოს ამას იზამდა. რა შეეხება მე მინდა თქვენ კითხვას დაუბრუნდო იმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა აქ მეორე ალტერნატივი არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლების ის აი დახურული თათბირები და თუ დახურული ესეთი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, რა თქმა უნდა საზოგადოებაში იწვევს ძალიან სერიოზულ აღშფოთებას. თუ გინდა თავიღოთ აზიზის მეჩეთთან დაკავშირებით ამდენი დიდი აქციები პოლიტიკოსების და არაპოლიტიკოსების საქართველოს საზოგადოების აღშფოთება და ამაზე რა თქმა უნდა ესაც რელიგიური ერთი თემა არის, აი მუსულმანები იმას ლაშქრობენ საქართველოზე ძალიან ბევრი ესეთი ლაპარაკი იყო. ეხლაც ძალიან ბევრი მithkma მოთქმა მოდის, რომ აი ჩვენ მეზობელი, ჩვენ ძმათ ნაფიცი აზერბაიჯანელი ხალხი მიწას გვართმევს. მე მგონი ქართველმა შეგნებულმა საზოგადოებრივ წარმომადგენლებმა მე მგონი ეს გაითვალისწინოს, რომ აზერბაიჯანს არასდროს არ წაურთმევია, ეს არის ცხოვრებისებური პროცესები, როცა ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში აქვს ტერიტორია, რამოდენიმე წლების განმავლობაში ან აგრესიით, ან რაღაცა ურთიერთობით ეს ტერიტორიული მთლიანობა რაღაცა ან ემატება, ან აკლია. ამისი მაგალითი ჩვენ ხედავთ, რომ როცა საქართველოს და აზერბაიჯანს ერთნაირი ესე იგი მდგომარეობაშია, როცა 20% აზერბაიჯანის ტერიტორია არის დაკავებული სეპარატიზმისგან, ასევე 20% და ამდენი ტოლვილი, რომელიც თავისი მიწა-წყლიდან განდევნილია. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ასეთი საკითხები, როგორც არის დავით გარიჩთან დაკავშირებით, მე მაგალითად წლების განმავლობაში მე მინდა ქართულ საზოგადოებას
თქვა, ჩემი სატელევიზიო გამოსვლა იქნება, საგაზეთო ინტერვიუები იქნება და ყოველთვის ვიძახი, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს არის და მომავალში იქნება, აუცილებლად მეზობლებთან პირველ რიგში უნდა დაარეგულიროს ის პატარა პრობლემებიც რომ არის, რომელი პრობლემა შეიძლება შემდეგში გადაიზარდოს დიდ პრობლემად. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბატონ ბინას ასეთი შეკითხვა მივცე, თქვენი აზრით რა არის ამისთვის გამოსავალ? აი ამ პრობლემის მოგვარებისთვის. პრობლემის მოგვარების პირველი გზა რა თქმა უნდა მეზობელ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმოებაა. შიდა პოლიტიკაში კიდე საზოგადოება ერთი მოусმინოთ მსმენელს გისმენთ? დიახ, იცით ხა გისმენთ და ვფიქრობ ახლა აი პასუხი მინდა გაგცეთ, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ესე იგი დავით გარეჯეს უტყვილა არის ეს ატეხილი? ზუსტად 600 მოწამის ძვლები მოყოლილია აზერბაიჯანის მხარეზე, როგორ გითხრათ, საქართველოს ტერიტორია, როგორც აზერბაიჯანის ჯარისკაცებმა გადმოწიეს ეს საზღვრები აზერბაიჯანმა და აღარ ეკუთვნის ეს. ბატონო, ვისაც გინდა ვესპორები, გადაწეული საზღვარი არ ყოფილა. აზერბაიჯანს ის საზღვარი აქვს იმ დროიდან, როცა უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ოკუპაციის და თქვენ გონია და ან ვინმე ეხლა თქვენ თუ თვლით ყველაფერს ოკუპაციას ანა მიიცადოს და ის ტაძარი დარჩება საქართველოში, დაბრუნდება კანონიერება, ყველაფერი მოხდება ისე როგორც იქნება ღვთისმსახურება და თქვენსაც ახვალთ მე რომელიც ყველა ქვეყანები რომლებიც იტაცებენ საქართველოს ტაძრების ტერიტორიებს. ნამდვილად ღმერთი არავის არ გაპატიებს საქართველოს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ღმერთის გწამთ, ჩვენ საგვწამთ, ჩვენ არა ვართ ისეთი ხალხი, რომ ღმერთი არ აგვწამდეს. ეს ასეთი ლაპარაკით მე მგონი ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. აი დღევანდელ ჩვენი ობიექტივის სტუდიიდან მე ახლა ვკითხულობ და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკება ყოფილა, რომ გვაძლევენ სიტყვას, რომ ამ ახლო მომავალში ეს პრობლემა ამოღფრილი იქნება. ეხლა ჩვენ მე რას ვთხოვ, განა მე მაგ ჩემი არგუმენტებიც მაქვს ამ საკითხთან. თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ ბატონი ბენიამინმა თავისი გამოსვლაზე თქვა, რომ ის რაც ქართული ღირებულება არის, ის რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ისტორიული მემკვიდრეობა არის, ეს ყველასთვის არის. ჩვენთვისაც არის ყველაფერი ის, რაც ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი ისტორია არის. ამისი ჩვენ არ შეგვიძლია, რომ უარი უთხრათ ამაზე, რაც ჩვენია. და რაც შეეხება მოწამეთა შორის ურთიერთობას, რა? ამაზე ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ჩართულია იმისათვის, რომ აი ზუსტად მტრის ცეცხლში, ესე იგი ნავთით ჩაასხას, რომ უფრო გლობალური პრობლემად გახადოს. ჩვენ ამისი წინააღმდეგი ვართ. გისმენთ? 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 ალო? ბატონო? გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მე ახლა ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო. კი ბატონო. ჩვენ ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, აფხაზებს, ოსებს, ჩვენ საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ერს ყავს საერთო მტერი. ჩემი აზრი მინდა გამოსვა. ეს არის ამერიკული იმპერიალიზმი და მათი დაქირავებული აგენტები. ეს ახლო აღმოსავლეთში რომ მუსულმანური საძმო არის, ეს მუსულმანი ფუნდამენტალისტები. ესენი არიან ჩვენი საერთო მტრები. და ჩვენ ერთად უნდა შევებრძოლოთ. ჩვენ აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები და სულ ყველა ერი. ალო? ბატონო, გისმენთ? ისმის ხო? კი. და ჩვენ აზერბაიჯანელებთან კი არ გვაქვს ჩვენ რამე გასაყოფი. ან სომხებთან, ან ნებისმიერ ერთან. ჩვენი მტერი არის ეს ნაციონალისტური მოძრაობები. ეს ჯავახი თუ რაღაცა ეძახიან და ასე შემდეგ. აზერბაიჯანში მუსავატები და ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართ, ქართველი ერი. კონკრეტულად მოგხსენებათ ბატონო. და ჩვენი საერთო მტერი არის ნაციონალიზმი. თუ მეთანხმებით ამაში, ჩვენი ბატონო, მუსავატების შესახებ მე თქვენ გეტყვით, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია არის აზერბაიჯანში, რომელიც არასდროს ჯერ მე რამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, ჯერ არც
არასდროს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანების ინტერესის დასაცავად ეს მუსავადური პარტია არასდროს არ ყოფილა. მე ეს მინდა გითხრათ ესე, რა შეეხება მე სეპარატიზმს აზერბაიჯანის საზოგადოებაში ვერ ვხედავ, ქართული აზერბაიჯანის ურთიერთობასთან დაკავშირებით ისეთი სეპარატიზმის ობიექტებს ვერ ვხედავ არც აქ, არც აზერბაიჯანში. ნუ რა თქმა უნდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყავს ჩვენ როგორც შიგნით, ასევე გარე მტრები, რომლებსაც აი ზუსტად ყველაზე სახიფათო თუ არის საზოგადოებაში რამ არის ეროვნული შუღლი და რელიგიური დაპირისპირება. აი ეს არის ყველაზე, ამიტომაც შეიძლება არის ძალები, თქვენც კარგად იცით, ჩვენც ვიცით, ვინ არიან ეს ძალები, რა უნდათ, რა თქმა უნდა, ამისთვის სიფრთხილეა საჭირო, ამისთვის არის საჭირო ჩვენ ინტელიგენცია ვართ იმის გულისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას ობიექტური აზრი გამოვხატოთ. მე კიდე გეუბნებით, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, საქართველოს ჩემი სამშობლოა, ამით მე ვამაყობ, ამიტომაც მე მინდა, რომ ჩემი მეზობელ მცხოვრები, ჩემი ენით, ჩემი სარწმუნოებით აზერბაიჯანელების იყვნენ ჩვენთან როგორც არიან ურთიერთობით, კარგი ურთიერთობით. მე ამას წინათ ვიყავი აზერბაიჯანში, მე ძალიან ბევრ ქართველს ვხედავ იქ იმ ქართველს, ჩვენ ვილაპარაკებთ ქართულ აზერბაიჯანულ ურთიერთობაზეც და ძალიან კარგი თბილი ურთიერთობები აქვთ. და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვთ. თორე აი ესეთი იმებით, რომ მე რელიგიას მართვებ, არავინ არ ართმევს, აზერბაიჯანშიც არიან ძალიან ბევრი ქრისტიანები, მათაც აქვთ ეკლესიები, სადაც მიდიან ლოცულობენ და სხვა წამსის ადამიანები, ამიტომაც მე ყოველთვის ამ ობიექტივის ხელმძღვანელობასა დავთანხმდი იმაზე, რომ მე ვილაპარაკებ მხოლოდ ობიექტურად. ამიტომაც მოდი ყოველთვის ვნახოთ ის ნამდვილი ის, რაც საზოგადოებას დღეს აწუხებს და მოვნახოთ გზები ამ გადაწყვეტილებაში, რომ რაღაცა შეცდომები არ დაუშვათ. მე ამას ვთხოვ, როგორც აი ეს უბრალო ადამიანს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცნობილები არიან და ამას წინებში ერთ-ერთი მასმედიაში აზერბაიჯანი როგორც აგრესიათაც გამოაცხადეს, რომ ვითომ აზერბაიჯანს ეს ტერიტორიები დაპყრობილი აქვს. მე მგონი ეს არასწორი ინფორმაცია უნდა მოვნახოთ. მე მგონი არის საშუალება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დღეს ისეთი ხელისუფალი ყავს, რომელიც ყოველთვის ურთიერთობა საქართველოში ქართული აზერბაიჯანის ურთიერთობისათვის, ქართული სახელმწიფოებრივი როგორც ქართული და აზერბაიჯანის ურთიერთობისათვის ცნობს როგორც საქართველოს როგორც მეგობარი, როგორც სტრატეგიული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ახლო ერი. მე ასე ვფიქრობ და ამიტომაც მე ყოველთვის კორექტულად და ობიექტურად მინდა ჩემი აზრი გამოვხატო ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონებიო, თქვენ რას დაამატებდით? მე პასუხს გავცემდი იმ ქალბატონს, ეს პრივატარიკა იმის საუბრიდან ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენც ხეს ვუწყობდეთ იმას, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი გადავიდოდეს აზერბაიჯანის მხარეს და ის გვიხარებოდეს ჩვენ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს აზერბაიჯანელები არიან საქართველოს პატრიოტები და ყოველი სანტიმეტრი მიწა საქართველოსი არის წმინდა აზერბაიჯანელებისთვის. ეს დაძაბულობა ვიცით, რომ ყველა მოგეთ ვიცით, რომ ვისაც აწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დაძაბულობა. გისმენთ? ალო, ბატონო. დღევანდელი თქვენი გამოსვლა დროულია, მე მივესალმები ამას და თქვენ ლაპარაკობთ ზომიერად და ისე როგორც უნდა ილაპარაკოს მოძმე ერის ხალხმა ერთმანეთ შორის. მესმით ჩემი? კი. ხოდა მე მინდა ქართველებსაც მოვსურვო ზომიერი ლაპარაკი. მე ბევრი რაღაცა მე არ მომეწონა, რა თქმა უნდა, იქ საზღვრების დგომა რაღაცა მომლოცველები არ შეუშვეს რაღაცა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ისე მოზომილი, ეს არ არის საზღვრების გადასაწყვეტი საქმე. ხოდა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის
აბსოლუტურად არ ვხედავ მე დაძაბულობის და სეპარატიზმის რაღაცა მოვლენას და უნდა ვილაპარაკოთ ზოგიერად. თუნდაც თარხან მოურავის გამოსვლას მოусვინე მე აქ ის კაცი განათლებული კაცია და მე არაფერი საწინააღმდეგო მაგასთან არ მაქვს და თქვენ იმ რადიოში ხართ ახლა ხო? ალო. კი. ხო და იმის გამოსვლაში იყო ვითომ ის ალბანელების იყო, იქ აზერბაიჯანელები ჩამოსული არიან. ეს არ არის მისი სალაპარაკო ვინ იყო, როდის ჩამოვიდა და რა ჩამოვიდა ის არ იყო ჩვენი ტერიტორია და ეხლა ვინ ცხოვრობს? იმათია ის. და ასე ელაპარაკა ბატონმა დავითმა კიდევ ეს იყო არასწორი. არც ნათაზეს გამოსვლას ვესალმები მე. გოგოდ გაამტყნონ რაღაცაში პრეზიდენტი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმან გაყიდა ალიევს ვიყიდა რაღაცა საიდუმლოდ მოელაპარაკეს ესეც ხო არ არის სწორი ამასაც ხო არ ეთანხმებით თქვენ არ ვიცი გესმით ჩემი კი გესმის ხო და აი ეს არ უნდა გადააბრალოს ხელისუფლებები მე არ ამგონი ეხლა ალიევი და სააკაშვილი მოილაპარაკებენ იმისთან რაღაცაზე რაღაცა 1 გექტარი და 2 გექტარი მიწა წაიღოს აზერბაიჯანმა და ეს საიდუმლოდ მოელაპარაკოს ეხლა სააკაშვილი ამაში და ანდა ის დათანხმოს ეს არის რაღაცა რუსულად ამას მელოჩნიკობა თქვია ეს ამას არ უნდა ლაპარაკობდეს რადიოში ხალხი გამიგეთ მართალ ბრძანდებით მადლობთ დიახ მოგახსენებდით იმას რომ დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დაძაბულობა აწყობს მხოლოდ ერთ საერთო მტერს რომელიც არის რუსეთი და ამაში კარგვეულწილად ნებსით თუ ნებლიეთ ეხმარებიან როგორც ხელისუფლების ასევე ზოგიერთი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ეს დღეს ჩვენ ქვეყანაში არ არის განვითარებული პოლიტიკური კულტურა და დროებითი ხმების სანაცვლოდ ხანდახან ისეთ სახელმწიფოებრივ საკითხებზეც უკანიხებენ როგორც არის მიწები, კულტურული ძეგლები და ასე შემდეგ. ხელისუფლება დღეს დუმდა უпростоრად უკვე ისა განცხადებები გამოაქვეყნა. ერთი მხრივ დუმდა იმიტომ რომ ვფიქრობ ოპოზიციური სპექტრისთვის არეალი მიეცა, რათა გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება როგორც ხელისუფლების, ასევე აზერბაიჯანის მიმართ. და ეს რა თქმა უნდა ამით ხელისუფლება ვფიქრობდა რომ როცა ოპოზიცია რადიკალურად გამოხატავს თავის პოზიციას აზერბაიჯანის მიმართ მაშინ საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა იმ ოპოზიციის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ უარყოფითად განეწყობოდა დღეს ხელისუფლება ალბათ ხედავს რომ უკვე ქვემო ქართლში და ზოგადად საქართველოს აზერბაიჯანის მოსახლეობაში ხმებს კარგავს, ამიტომ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის ეს, რომ იმართა ასეთ მეთოდს. ვფიქრობ ამაში და ამაშიც კიდევ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ხეს უწყობს ამას, აცხადებენ ასეთ რადიკალურ პოზიციას, რომ ოკუპირება მოხდა საქართველოს ტერიტორიის და ასე შემდეგ. საბედნიეროდ მოიპოვება დღეს საქართველოს პოლიტიკურ არენაში ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკითხს განიხილავენ მეცნიერულად და ობიექტურად როგორც თქვით თავიდანვე. მე მინდა შევეხო პატონის გამოთქმას, რომ ქართულ საზოგადოებაში არის ასეთი, რომ ის ალბანები იყვნენ. ალბანები არიან ეს კავკასიური ეს ცნობილი ერი, ეს ურარტოს დაშლის მერე მოხდა. სხვათა შორის მე ბევრი ისტორიკოსებისგან მისმინია, მათ შორის ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, რომელიც ახალ თაობაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ალბანეთის ტერიტორია ნახევარი კახეთის ტერიტორიას მე არ ვესწორები არავის, რომ ის იყო ქრისტიანული, ეს ასურიელების, მამა ასურიელების მარტო საქართველოში კი არ აუშენებიათ ეს ეკლესიები, აშენებდნენ თელ სადაც მათ ხელი მიწვდომოდათ ეს ერთი და რა შეეხება მე საერთო არაფერი არ მაქვს დავით გარეჯთან დაკავშირებით, არ შეიძლება ქრისტიანული რელიგიური ძეგლები იქნება თუ ეკლესიების ესე იგი გაცალკავება, ეკლესია არის ქრისტიანული, სადაც გინდა იყოს, იქ აზერბაიჯანში იქნება
თუ ვისი ტერიტორიაზე იქნება ეს მე ასე ვფიქრობ და ადამიანი რომელსაც მორწმუნეა უნდა წავიდეს იქ ლოცოს სადაც მას უნდა მე მინდა ქართულ საზოგადოებას ასეთი შეკითხვა მივცე თუ გინდა ხელისუფლებას თუ გინდა ის ადამიანებს რომლებიც ცოტა ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ რატო ჩვენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები დიდი ემოციით არ ვლაპარაკობთ როცა 1952 წელს თბილისში ყველაზე ლამაზი ყველაზე ისტორიული ეს მე-17 საუკუნის ძეგლი როცა დაანგრიეს და ბარბაროსულად მთლიანად გაანადგურეს რატო ჩვენ არ ვლაპარაკობთ როცა ჩვენ ბოტანიკური ბაღში აზერბაიჯანელების ცნობილი ხალხის ესე იგი დასაფლავებული ცნობილი ხალხის სასაფლაო განადგურებულია და დღეს შეღობილია რაღაცა დაახლოებით 50 კვადრატული მეტრით მართულებით და მე მკვდრის ესეთი მდგომარეობაში ყოფნა რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელია ჩვენ რატო არ ვიძახით რომ როგორც ხელისუფლებას ასეთება იმ ოპოზიციური პარტიებს რომ თბილისში არის აზერბაიჯანული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი არის სახელმწიფო თეატრი რომელსაც მისცეს ამას წინებში და დღეს რა მდგომარეობაშია გარშემო მიდის რესტავრაცია მაგრამ იმ თეატრის შესვლა და იქ და სანახაობაც ძალიან დიდი იმას გვაძლევს მე მინდა რომ პრობლემები არის ამ პრობლემებისთვის უნდა კონსტრუქციულად უნდა მივდგეთ ყველაფერს მე ასე ვფიქრობ გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით მადლობთ ცოტა თქვენი ხმა მისმის კარგად ალო ბატონო მესმის თქვენი ხმა კარგად კარგია ესეთი საუბრები და მე მივესალმები ასეთ საუბრებს ჩემო ბატონო და თუ გავაგზავნებ ჩვენ ამას ესე იგი რადიო ეთერის მიღმაც მე ამასაც მივესალმები და თქვენ თუ შეგიძლიათ თქვენ ტელეფონის ნომერი მითხრათ ეგ ძალიან კარგი იქნება თუ არა და მე გეტყვით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირეთ ირაკლი წერეთელს ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ყველაფერი ამასაც დაკავშირებით დავსვეთ და ვისაუბროთ ძალიან კარგია ეს ირაკლი თქვენ ხართ ირაკლი ხართ თქვენ არა მე ირაკლია ბატონო მე ირაკლის კარგად ვიცნობ ხო და ბიტუმეტეს თუ კარგად ვიცნობ იქნება ჩვენ შევხვდეთ კი ბატონო აი და გავისაუბროთ ეხლა რა მინდა რომ გითხრათ ღია ეთერში კი ბატონო ბატონო ჩემო მე ამას ნუ გეწინებათ მოდი სიმართლე ვილაპარაკოთ კი ბატონო ალალი იყოს ვისიც არის იმის ალო ორგანიზაცია ტელეფონი კი არა გისმენთ ხო საქმე რაშია იცით მე აცავ ძალიან სიგნალში ისტორიის ძალიან სიგნალში მაგრამ თქვენ თუ ნახავთ ელემენტარულად საზღვრებს თბილისისა და ელიზავეტოპოლის გუბერნიების სას გამიგეთ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იქ ვიქნებით რომ საზღვარი გადის სულ სხვა ადგილზე ეხლა მე არც აზერბაიჯანს ვადანაშაულებ და არც სომხეთს საქმე იმაშია რომ დამპყრობელმა რუსეთმა 1921 წელს დამპყრობელი აზერბაიჯანიდან და დამპყრობელი სომხეთიდან ის რუსეთი არ შეეკითხებოდა აზერბაიჯანს არც სომხეთს იერიში მოიტანა პირდაპირ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზე ამ იერიშის შემდეგ უკვე 1921 წლის თებერვალში დაიპყრო მთელი საქართველოს ტერიტორია და რა თქმა უნდა ამ დავაცახსენებელმა ორჯონიკიძემ აი საინგილოს მხარე იქ სომხეთს კიდე ნაწილი საქართველოსი გადაცა კიდე ერთხელ ვიმეორებ მე ამას საჩხუბრად არ ვამბობ ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ და არსებობს ამის დამადასტურებელი მილიონი ფაქტია მაგალითად არსებობს რუკები მე ჩემო კარგო ამისთვის რა არის საჭირო ამისთვის არის ის საშუალება ბოდის გიხდით მე მინდა საშუალება მე 10 წლის განმავლობაში ყვირი ვარ რომ თუ გინდა სასომხეთთან თუ გინდა აზერბაიჯანთან თუ რამე გაურკვეველი საკითხი არის ის ისტორიკოსები რომ მასმედიაში აქტიურები არიან ჩაატარდეს საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიონ მსოფლიო ცნობილი ისტორიკოსები ექსპერტები და ჩაატარდეს და ეს პრობლემები რომელიც დღეს არის გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღონ და ქართულიც აზერბაიჯანული და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს დარწმუნდებიან რომ ეს კონფლიქტი მოსაგვარებელია კი ბატონო ეს შეიძლება დავასრულო იქნება ჩვენ ვითავოთ რა ჩავატაროთ რაღაც კონფერენცია ჩვენ დონეზე ჯერ შეიძლება ეს რატო არა დიდი სიამოვნებით მე მაგალითად მზათა ვარ მოვიწვიოთ აზერბაიჯანიდანაც ისტორიკოსები ჩვენი სხვათა შორის
ძალიან ბევრი საქართველოს ცნობილი ისტორიკოსები აზერბაიჯანში იცავენ დოქტორობას და იმას ხდებიან აზერბაიჯანის მეცნიერთა აკადემიის წევრები და როგორც ისინიც ახლა. ამიტომაც მათი აუცილებლობა არის ასეთივე ექსპერტები, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ეს პირველ რიგში. და დღევანდელი მდგომარეობაც მე პირველ რიგში ვაბრალებ ხელისუფლების დაუდევრობას. ხელისუფლებას ეს ნაკლებად აინტერესებს. ეს ჩვენ უნდა ვიყოთ თავზე, ასე ვთქვათ, ვიცავთ ხელისუფლებაში და ეხლა მე ერთი რამე უნდა ვთქვა, თქვენ თუ გაქვთ საკითხული 21 წლის კონსტიტუცია, კარგია, თუ არ გაქვთ საკითხული, დაიგეთ და ნახეთ იქ განსაკუთრებით ამ კონსტიტუციის მე-14 ეს კონსტიტუცია ძალაშია დღეს და მოქმედებს და ვალდებულები ვართ შევასრულოთ. ხელისუფლება არ ასრულებს, მაგრამ ვალდებულები ვართ შევასრულოთ ჩვენ და ვალდებულები ვართ ვაიძულოთ ხელისუფლება რომ შეასრულოს. დაიგეთ იქ მე-14 თავი გულდასმით. იქ წერია მე-14 თავი ეძღვნება ეროვნულ უმცირესობებს საქართველოში და ნახავთ ჩვენ ესე იგი როგორ არღვევენ ჩვენს უფლებებს საქართველოში ყველას უფლებებს იმით რომ არ ასრულებენ ამ კონსტიტუციას. არღვევს ჩვენს უფლებებს დღევანდელი ხელისუფლება და მომავალში დაარღვევს ახალი ხელისუფლებას ვამიჩნიოთ თუ ეს კონსტიტუცია არ გახორციელდა. ამიტომ ძალიან ხშირად იქნება დაგვიკავშირდეთ ჩვენ ირაკლის ერთ-ერთს. კი ბატონო, კი. და დავждეთ და ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ისე როგორც ეხლა იმაში სტუდიაში ვსაუბრობ. დიდი მადლობა ირაკლი წერეთელი მე იცის ვინ არის ალი ბაბაევი და შენ შევხვდებით და ამ თემებზე, სხვა თემებზე მზადვათ დაველაპარაკოთ. გაგრძელე ბატონო, თქვენ საუბრობდით. მე რა მინდა გავაგრძელო, რომ ეს თემა ისეთი თემა არის, რომ ეს თემაზე აქტუალურად უნდა მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო ალი, ძალიან მომეწონა თქვენი სიტყვა იმ კუთხით, რომ თქვენ თქვით, რომ სიმპოზიუმი უნდა ჩატარდეს, აუცილებელია პირველ რიგში შედგეს ისტორიკოსების შეხვედრა, ეს აუცილებელია, გადაუდებელია. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. 10 წელი ამ საკითხთან დაკავშირებით ვლაპარაკობ, რომ ეს პრობლემა მარტო დღეს კი არ ყოფილა, ზოგიერთი ძაღლს, რა დღეს იყო ეს პრობლემა უკვე რამდენი ხანია გრძელდება, ამიტომაც მე მგონი იქ რაღაც მონაკვეთია, ესე იგი დარჩენილი ამ მონაკვეთის მოლაპარაკებისთვის ძალიან ეს გრძელი ვადა და ამის მერე მომავალი თაობმაც უნდა იცოდეს, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. ამიტომაც მე ყოველთვის ჩემ გამოსვლებში კიდევ ვიმეორებ, რომ მე მოუწოდებ როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ასევე საქართველოს ხელისუფლებას. კომპეტენტური კომისია უნდა შეიქმნეს, ისეთი კი არ არის, როგორც დეპუტატები მიდიან, იქ კეიფობენ, ისინი მოდიან აქ კეიფობენ. არა, კომპეტენტური კომისია უნდა შეიქმნეს, იქ უნდა იყოს ცნობილი ისტორიკოსები, ცნობილი ექსპერტები, ცნობილი რა ვიცი, ყველა დონის ადამიანები უნდა იყოს ორივე მხრიდან. საზოგადო მოღვაწეები. კი ბატონო, რომლებიც დაჯდებიან მეგობრულად, ურთიერთ იმას სიყვარულით ეს პრობლემა უნდა გადაწყვეტეს. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ეს ორ მაგათ მოგვდის ძალიან ისა. თუ ვინმე რაღაცა დააშავა, აი ხედავთ აზერბაიჯანელები, ეხლა რატო არ ფიქრობდნენ მაშინ როცა ღმერთის სახლია რო ვიძახდით ფახრალოს მეჩეთის ამბავში სად იყო მაშინ ქართული საზოგადოებაში ეს ცნობილი ხალხი როცა რაღაცა ჯგუფმა არ უშვებდა მეჩეთის რესტავრაცია რომელიც 100 წლის თავზე მეტი ბატონო ალი ერთი წუთით მე დავასრულებ მაშინ ბატონო ალი გისმენთ ხო დავასრულებ პატარას ისა ანუ თქვენ რასაც ლაპარაკობ აი რა საკითხში გეთანხმებით მე აუცილებელია ის პირველი საკითხი თქვენ რაც თქვით რომ უნდა შეიკრიბოს ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, შეხვდნენ ხშირი შეხვედრები მოაწყონ და შეთანხმდნენ ამ საკითხებზე. მივესალმებით. მივესალმებით, მაგრამ ერთი საკითხი დავასუსტოთ. საქართველოს დღეს არ ყავს ხელისუფლება. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს ხელისუფლება არის საოკუპაციო ხელისუფლება, ანუ სხვის მიერ დასმული. ამიტომ ჩვენ მას არ ვენდობთ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებიდან ჩვენი მეცნიერები, აზერბაიჯანელების მეცნიერები დააჯდნენ, ისაუბრონ, შეთანხმდნენ და გამოიტანონ ის საზოგადოების სამსჯავროებაში. მაინც გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩვენ გვეყოლება ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ამჯერად ჩვენ პარლამენტის გარეშე ბატონო ალი, იმიტომ რომ ის ხელისუფლება არის მტერი. გესმით თქვენ? ეს არის საქართველოს მტერი ხელისუფლება. ის არ მიიღებს ჩვენ სასარგებლო
ან ნებისმიერი ჩვენთან მაცხოვრებელი ადამიანის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ეს ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მაგრამ სანამ ისინი ამ თქვაზე მოვლენა ჩვენ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, ნამდვილი ხელისუფლება, ხო? საქართველოს ხელისუფლება. მანამდე ხო შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. კი ბატონო, კი, შეიძლება აუცილებლად. კი ბატონო. საზოგადოების დონეზე თქვენ მეცნიერები, უამრავი მეცნიერი აზერბაიჯანელი, უამრავი მეცნიერი ქართველები შეიძლება შეჯერება ამ საკითხების. და მე სამჯავროზე ამას დრო დაჭირდება. ეს ერთ დღეში არ გაკეთდება და ორ დღეში. ხოდა მეთანხმებით ამაში. კი ბატონო. ხო, აი ეს საკითხები შევათანხმოთ. ჩვენ უდაველოდებით ვიღაცა, რომ გადაგვესა სააკაშვილი ან ვიღაცა ან შევარდნაძე რომ გადაგვიწყვიტავს ამ საკითხს. ისინი არ გადაწყო, აქამდე არ გადაწყვიტეს. ხო, თქვენ დაინახეთ თქვენ თვალით. ფაქტი ხო არის ესა. მადლობთ. ხო არ გადაწყვიტეს და მეთანხმებით ამაში. კი. ხო და აი გავაკეთე. თუ გადაწყვეტილებას გადაწყდებოდა დღეს არ იქნებოდა ასეთი საზოგადოებაში ესეთი მithkma მოთქმა. მათ არ დაველოდოთ. მადლობთ. ჩვენ თქვენ მოახერხოთ ეს საკითხი. მადლობთ. მე კიდე ცოტა ემოციურად მომივიდა, რომ მე მინდა ქართულ საზოგადოებამ მიცოს, როგორც ბატონმა ბენიამინმა თქვა, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი გამოსვლაში სპეკულირებაც აკეთებენ თითქოს ალიევი და სააკაშვილი მორიგდნენ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ხმას სანაცვლოდ მიწას იმასება, ნამდვილად ეს ჩვენთვის შეურაცხყოფა არის, პირდაპირ ვიძახი, ის ადამიანები, ვინც ამას ლაპარაკობენ, თვითონ თავიანთი, ესე იგი პოლიტიკური კულტურაზე უნდა ილაპარაკონ, ვინ არიან და რა არიან. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები თუ აქამდე იხდებოდა გაყალბება არჩევნებების და ის არჩევნების აყალიბებდნენ ეს ურნებში ხმების ჩაყრით. არა აზერბაიჯანელების იმ კონტინგენტის მისვლა, რომელიც ხმას არ აძლევდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის არჩევნების დროს აზერბაიჯანელი მოსახლეობა, საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობა ბრძენ ნაბიჯს დადგამს, ხმას მისცემს იმას, ვინც ნამდვილად ღირსია. მე ასე ვფიქრობ. გისმენთ? მე ისე გამეორებით დავრეკე. იმიტომ რომ ამდენი დარეკვის შემდეგ დამებადა ეს აზრი, რომ აუცილებლად უნდა გაჟღერდეს. იცით, თქვენ ლაპარაკობთ ცუდ ისტორიკოსებზე და თქვათ ვიღაც ისეთ ხალხზე, რომელზედაც შეიძლება დაეყრდნოს სიმართლე. აი ამ ისტორიკოსებმა ერთადერთი რაც გააკეთეს, ისტორია გააყალბეს. ეს კომუნისტური მიდან მოდის, წყობიდან მოდის. ეს ცნობადი სახეებით ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ვინც არიან. ვინც 91-92 წლებში ძირითადად პუტჩში მიიღეს მონაწილეობა. ბატონო ალი, ერთი რამე იცოდეთ, საქართველოში მოხდა საშინელება ბატონის ზვიად გამსახურდია, არა მარტო განდევნეს თავისი ჩერეტოვან ბავშვებთან ერთად. არამედ მოკლეს ზვიად გამსახურდია და მისი ერთ-ერთი ვაჟი დღეს ციხეში არის. უსამართლოდ, ისე რომ საქართველოში სამართალს თქვენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად რომ მოიხსენიებთ, არ არსებობს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება. შევარდნაძე, ჯაბაიოსელიანი, სააკაშვილი და ივანაშვილები და ბურჯანაძეები და ასე შემდეგ, ესენი არიან სატანური ძალის მიერ მოვლენილი საქართველოში ასაუხებლად კავკასიის, არა მარტო საქართველოში, კავკასიის საერთოდ ბრძოლა მიდის ერების წინააღმდეგ. ღმერთს ებრძვიან ბატონო ალი, ღმერთი საერთოა ყველასათვის და თუ ჩვენ ღმერთი გვიყვართ, ვიყოთ სიმართლის მოყვარული, სამართლიანობის მოყვარული, კანონი უნდა იყოს უზენაესი ჩვენთვის. აი მაშინ გადავრჩებით, მაშინ თქვენ იქნებით მართალნი ღმერთთან და თუ ღმერთთან მართალი იქნებით ქართველ ერთთანაც მართალი. პირველ რიგში საქართველოში უნდა მოხდეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. პირველ რიგში საქართველოში უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ და აი ამის შემდეგ უკვე ეხლა გინდა წერეთელმა პაპალაშვილია თუ რაღაცა არის დაიწყოს რომ აქო იზმები არისო და ბელადომანია და ეს ბელადომანია კი არ არის. ამათ სულ ყოველას ეშინიათ სიმართლის. აი ეს არის ამათი უბედურობა. ამიტომ მითიშავენ წარამარა. ამიტომაც არის რომ ძალიან ხშირად როდესაც სიმართლის ენაზე იწყებ ობიექტივში ლაპარაკს, ერთადერთი გამოსავალი რაც რჩება უნდა გაგითიშონ. იმიტომ რომ მაგაში უხდიან თანხებს და მაგაში აქვს მაგათ ხელფასები აღებული და ამიტომ გთხოვთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს და იყავით მართალნი ღმერთთან და კანონთან. მადლობთ ხალბატონო. მე შევეხები ორ თემას თქვენსიდან ისტორიკოსებზე რო ახსენეთ. მე როცა ქართული აზერბაიჯანული ურთიერთობაზეა ლაპარაკი და საქართველოს აზერბაიჯანელებზეა ლაპარაკი,
ჩვენ ვამაყობთ რომ ჩვენ ხუდო ბორჩალოს ესე იგი შვილიშვილები ვართ ეს ადამიანი იყო ერეკლე მეორეს ესე იგი ყველაზე ახლო ადამიანი რომელიც დაცვაში იყო თუ არა ვწდები დაცვის უმცროსი იყო რომელიც 200 ბორჩალველი თან ერთად გზანის ომში დაიღუპა და ერეკლე მეორე როგორც ცნობილი წყაროებიდან ჩანს რომ გამოიყვანა ომის ესე იგი დროს და თვითონ უკან დაბრუნდა და დაიღუპნენ არც ერთ ქართულ ისტორიაში არც ერთ ისტორიკოსის ეს გამოთქმა დღემდეც მეც არ მისმენია საწყალი ჩვენთვის უძვირფასი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ ქურდიანი ლაპარაკობდა აკადემიკოსი ლაპარაკობდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის რაც ჩვენია ამიტომ არის ჩვენ ვივიწყებთ ისტორიასაც ჩვენ ვივიწყებთ იმ ურთიერთობებსაც და რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად ქართული აზერბაიჯანული ურთიერთობაზე მე შემიძლია ვილაპარაკო ძალიან ბევრი ისეთი სასიკეთო საკითხები როგორც არის დღევანდელი აზერბაიჯანი არის ყველაზე ახლო ყველანაირად დღეს ჩვენ ამ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში რომ დღეს აზერბაიჯანი დღეს გვერდზე რო გვიდგავს რომ გაზს რო გვაძლევს ვთქვათ $160 $165 დღეს ამდენი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიიდან ეს გამავალი ეს ენერგეტიკული იმებში პროგრამებზე და ამის მერე ძალიან ბევრი კიდე სასიკეთო საქმეები გაკეთება მაგრამ ამით მე ყოველთვის და ბატონი ბენოც მე დამეთანხმება რომ ურთიერთობა არ უნდა დაიძაბოს ურთიერთობაში უნდა მოინახოს გზები და პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელია ყველანაირი კომპრომისი და ურთიერთობა უნდა დამყარდეს მე კიდე იმით ვარ რომ მე ახლა ქალბატონის იმ სიტყვას რომ კანონიერი არაკანონიერი და იმაზე რომ ვილაპარაკოთ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს მე ვფიქრობ რომ მომავალი არჩევნები ეს იქნება ის არჩევნები რომლებიც საქართველოში ბოლოს და ბოლოს ესე იგი წერტილს დაუსვევთ რომ ჩვენ დემოკრატები ვართ თუ ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ მივდივართ აი ამ არჩევნებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამიტომაც მე ვთხოვ კიდევ ერთხელ მე მივესალმები ბატონ დათო მაღრაძეს მე მივესალმები ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენლებს მე მივესალმები ოცნების წარმომადგენლებს რომლებიც ძალიან ესე იგი ამ ურთიერთობაში ხედავენ რომ არ შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა უფრო კომპრომისული ვარიანტი ეს არის ხელისუფლებთა შორის ურთიერთობის და დარეგულირება ამ კონფლიქტის მე ასე ვფიქრობ მე მგონი თქვენს თანახმობთ ამ ზოგადად თუ დაამატებთ მე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეთ და იმ ხუდა ბორჩალოზე და ერეკლე მეფის დაცვაზე მე მინდა ვთქვა რომ ყოველთვის საქართველოს აზერბაიჯანელები საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ მშენებლობაში აქტიურ როლს თამაშობდნენ და თამაშობენ კიდევ მართალია კარგი უწევთ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი საქართველოს აზერბაიჯანელები გადიოდნენ საქართველოსდან რადგან თავის გზას ვერ პოულობდნენ საქართველოში თუნდაც ავიღოთ ნერიმან ნარიმანოვი თუნდაც რეშატ ბეიფუდოვი ესენი თავიანთ თავს დაგავიწყდეს და გავაგრძელოთ გისმენთ ბატონოალი ყველა სიკეთეს გისურვებთ მადლობთ მე თქვენთვის არაერთხელ მომისმენია მიტინგებზე და ვიცი როგორი გულწრფელი როგორი სწორად მოაზროვნე და სამართლიანი ადამიანი ბრძანდებით მადლობთ ახლა მთავარია ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩვენს უბრალო ადამიანებს შორის იდგეს კაცი თქვენნაირი რომელიც ყველას აუხსნის რომ რაც ახლა ხდება ქვეყანაში ამაში თქვენ აზერბაიჯანელ ხალხს არავინ არ დადანაშაულებთ ქართველი ხალხი თქვენ გიცნობთ მიხეილ ჯავახიშვილის სხვას რომ ყველას თავი დავანებოთ მურმანლებანიძეს შოთა ნიშნიანიძეს სხვას რომ თავი დავანებოთ მიხეილ ჯავახიშვილის გიცნობთ თქვენ მართალი აბდულათი გიცნობთ თქვენ და ყველა შემთხვევაში იმ არაჩვეულებრივი რომანით არსენა მარაბდელში რაც აქვს ნათქვამი აზერბაიჯანელ ადამიანებზე და ამიტომ
ჩვენ კეთილგანწყობილები ვართ და არ გვინდა რომ რაიმე გაუგებრობა მოხდეს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს და ქართველი ხალხიც და როგორმე უნდა გააგებინოთ თქვენებს რომ ჩვენ თქვენთან პრეტენზია რა გვაქვს, ჩვენ პრეტენზია გვაქვს ჩვენს ხელისუფლებასთან. ისინი არიან აღიარებულები ვინმეს მიერ თუ არ არიან აღიარებულები, ისინი დღეს მართავენ სახელმწიფოს. გმადლობთ ყურადღებისთვის, კარგად. გაიხარეთ, დიდი მადლობა ქალბატონო. დიახ, საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ყოველთვის აქტიურად მუშაობდით და ჩვენი როლი ჰქონდა საქართველოს აღმშენებლობაში, მაგრამ ხანდახან გვიწევდა ჩვენ ცნობის სახეებს საქართველოსთან გაასრულა, რადგან თავიანთ თავს რეალიზებას ვერ ვკვეთებდნენ. რა შეეხება იმ საზოგადოებას, თითქოს საქართველოს აზერბაიჯანელები არჩევნების დროს ხმებს უმეტესად სახელმწიფო პარტიებს აძლევდნენ, არ შეესაბამება სინამდვილეს. რადგან ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და სტატისტიკას თუ ვიმხედავთ, ავიღოთ მარნეულში დღეს ამომრჩეველთა რიცხვი არის დაახლოებით 80,000. 96,000. 4 რაიონი ერთმანეთში შევადარეთ, ესე იგი 80 რაიონში მაჟორიტარ დეპუტატს რო ირჩევენ, არა? 4 რაიონში თითქმის მოსახლეობა იმდენი არ არის, რაც მარნეულის რაიონში. და ერთი დეპუტატს ირჩევენ. აი თქვათ არის 96,000 ამომრჩეველი მარნეულის მუნიციპალიტეტში. დღეს ამ ამომრჩევლების ნახევარზე მეტი არ იმყოფება მარნეულში. არჩევნების დროს არ იმყოფება, მაგრამ საბოლოო არჩევნების ბოლოს როცა ხმებს ითვლიან, გამოდის რომ 130,000 ხმა მისცა სახელმწიფო პარტიას. ეს ძველი ეს ნაციონალური მოძრაობას და მეთოდია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ მოქალაქეთა კავშირიც დიახ, იგივე გამსახურდის დროსაც ეს მოხდა, ეს არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას ასაკეთებდა 96% მოსახლეობის თანაც 100%-იანი ხმა სოფლიოში არცად არ ყოფილა, მხოლოდ ქვემოქართლში იყოს მესმის, მაგრამ 130%-ს გამოდის ხანდახან. ქვემოქართლში და იმაში აი ეს არის, ამით მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეხლა ოქტომბრის არჩევნებში ეს რადიკალურად შეიცვლება, ანუ თუ დაითვლება ხმები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ჩვენ მივიღებთ სულ რადიკალურ შედეგს. შეიძლება, რა ვიცი, ვფიქრობ რომ ჩვენ დრო უკვე იმაში მოდის და მე რამოდენიმე სიტყვით მინდა კიდევ მიმართო ქართულ საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გამოსვლებში აგრესულად და რაღაც ერთო ურთიერთობაში რაღაცა უთანხმოებისკენ ადამიანებს მიმართავენ, ცოტა კონდეთ მოთმინება, ყველაფერი მოსაგვარებელია და მოგვარდება. მე მინდა რამდენიმე სიტყვით აზერბაიჯანელ მოსახლეობას მიმართო. დღეს მე მინდა დოვორინაძე მელაპარაკო, გვეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს გვისმენენ და არიციან ქართული, სამწუხაროდ ბევრია საქართველოში ასეთი. მე მინდა მიმართო მათსაც. از دوستlar من bugün Benjamin Qasimovla beraber tam tarda mən istəyirəm ki, bu David Qariçin Gürcü-Azərbaycan münasibətinə öz sözümüzü dedik. Gürcü cəmiyyətdə də çox belə suallar var idi. Ona görə də mən istəyərdim ki, bizim gələcək verişlərdə bu və özgə o problemalardan danışaq, hansı ki, bugün Gürcüstan cəmiyyətinə vacibdir. Sağ olun, gələn görüşlərdir sizinlə. Sağ olun. Eterşiya media